ინდივიდუალიზმი როცა იკარგება, იქ მე მგონი ყველანაირი ინტერესი იკარგება. ვა, ნინო, ნახე შაშან ესეთი ღარები არ ქონია. ეხა აქ რაღაცა გამოჩნდა, იქ რაღაცა გაჩნდა. ყველაფერს გეტყვი აბსოლუტურად. არაფერი არ მაქვს დასამალი. რას შეცვლიდი? ყოველთვის მქონდა ჩემი მკერდის კომპლექსი და ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა გაცილებით უფრო პატარა მკერდი, მაგრამ შენ რა მიგიცდია? რამოდენიმე წელიწადში რომ დამჭირდა, მე მივაკითხე სპეციალისტს და ოღონდ აი ამ არეში, სადაც მე მიყვარს ხოლმე ესე წარბების თამაში და აქ მიჩნდება რამოდენიმე ნაოჭი. ხანდახან ეს კარგია, ხო? ამ ბევრი რამის თქმა შეიძლება, ხო? თუ კი ვინმე რამეს იკეთებს, მე რა თქმა უნდა, არასდროს არაფრის წინააღმდეგი არ ვარ, უბრალოდ ყველას მინდა ურჩიო, რომ დაიცვან ზომიერების წესები. ასაკი მხოლოდ ციფრებია შენთვის? თუ ადამიანი შინაგანად ახალგაზრდა, რა ვიცი, სულ რო 80 წლის იყოს, შეიძლება მაინც არ ეტყობოდეს. როგორ იქცევა ნინო ამ შემთხვევაში? საერთოდ დახლებიდან უნდა აიღონ ისეთი პროდუქცია, რომელიც შეიცავს ამ ნივთიერებას. რა შეგრძნება სიწვევ შენში ესეთი ქალი თუ კაცი? სულ არ არის სავალდებულო, რომ მამაკაცი ალენ დელონივით ლამაზი იყოს, თუმცა რატომაც არა. დილა სირბილი ნინო გაჩეჩილდეს საყვარელი აქტიობა. დიდი ტყუილია. პაკას დამიხარ. ძალიან მომწონს იოგა. ძილი? აი ძილი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რომელზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს.